ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად მოსამართლის წინააღმდეგ მხარე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს და არა დისციპლინურ სახდელს. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი და მისი მეუღლე პირველებთან საუბრისას აცხადებს, თუ საქმე სასამართლომდე მივა, თუ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას, მზად არიან დაამტკიცონ, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უფლებამოსილებას გადაამეტა, შეგნებულად გამოიტანა გადაწყვეტილება უკანონო, მან გაითვალისწინა პროკურატურის მიერ დამახინჯებული მტკიცებულება, დამონტაჟებული ვიდეო მასალა, აუდიო ჩანაწერი და სრულ ჩანაწერს ის არ დაეყრდნო. ანინა დარეიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს, თუმცა აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და სამართლიანი იქნება საგამოძიებო უწყებები, მოუწევთ ამ საქმის თაროდან ჩამოღება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება მოსამართლის მისამართით. პროკურატურის მიერ გაყალბებულ ციტატაზე დაფუძნებული გამომტყუნებელი განაჩენის მიღება და დაცვის არგუმენტების მოტივირებული პასუხის გარეშე დატოვება იძლევა საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსამართლის ქმედება იყო არაკეთილსინდისიერი, რომ მან მისი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და შესაბამისად გუშინ მიმართა პროკურატურას განცხადებით, რომ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა მოსამართლის მანტიაში გახვეულ ბიძინა ივანიშვილის პირადი ნოტარიუსის რომეო ტყეშელაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლით, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ პროკურატურა ამასთან დაკავშირებით მოახდენს რეაგირებას და დაიწყებს გამოძიებას, ვინაიდან თვითონ არის ამ დანაშაულში მონაწილე, მაგრამ ის ვალდებულია აღრიცხოს ჩემი განცხადება. რამდენადაც ვიცი, ეს პირველი შემთხვევა, როცა ვინმე მოსამართლის მიმართ სისხლისამართლებრივ დევნას ითხოვს და არა მხოლოდ დისციპლინურ სახდელს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მოსამართლესაც და საზოგადოებასაც აქვს განცდა, რომ მოსამართლე არის ხელშეუხებელი და ის არ შეიძლება სასამართლოს წინაშე წარდგეს, თუმცა ეს ასე არ არის. და აუცილებლად ყველა ის ადამიანი, მოსამართლე იქნება პროკურორი, გამომძიებელი თუ ნებისმიერი ჭანჭიკი, ვინც კერავდა მთელი ამ წლების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეებს, ვინც აყალბებდა მტკიცებულებებს, ვინც აწამებდა მოწმეებს, ვინც ახდენდა ზეწოლას მათზე, ყველა ადამიანი წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სარეზოლუციო ნაწილი მხარებს გადაწყვეტილების ჩააბარა, თუმცა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის, მის განაჩენში საერთოდ არ ფიგურირებს ანინა დარეიშვილი, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი, რომ თითქოს მას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა სამართლებრივ პროცედურებში, არ უთქვამ შესავალი სიტყვა, დასკვნითი სიტყვა, არ მიუღია მონაწილეობა ბრალდებულის დაკითხვაში, არა და ანინა დარეიშვილი აქტიურად იყო ჩართული ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. მე მაყურებელს ვეთქვი, რომ პროკურატურამ საჩივარი თავდაცვის ყოფილი მინისტრის უკვე დაარეგისტრირა მთავარ საგამოძიებო უწყებაში. ახლა ერთი თვის ვადა აქვს პროკურატურას იმისთვის, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში პროკურატურამ საკუთარი პოზიციით მხარეს უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული პოზიცია, რატომ იწყებს ან რატომ არ იწყებს გამოძიებას მოსამართლის წინააღმდეგ.